გამარჯობა. ეს SQL-ის კურსის პირველი თავის ბოლო გაკვეთილია. ამ კურსში კიდევ 6-ის თავი დაგვრჩა და ყოველდღიურ რეჟიმში გამოქვეყნდება ახალი გაკვეთილები. მაგრამ რადგან ამ ვიდეოს უყურებ, შენ სავარაუდოდ განსაკუთრებული სტუდენტი ხარ Bitcamp-ისთვის. უმეტესი სტუდენტებისა სწავლას იწყებენ, რამდენიმე გაკვეთილს უყურებენ და შემდეგ ანებებენ თავს. მაგრამ შენ თუ ამ ვიდეოს უყურებ, ესე იგი წინა გასული 5-6 ვიდეო უკვე ნახი გაქვს და მზად ხარ, რომ შემდეგი თავის ვიდეოებსაც დაელოდო და ისინიც ნახო და რეალურად მართლა მიიღო ცოდნა და განათლება. რეალურად ცოდნა მოდის ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობით. რადგან ასე დავმეგობრდით, რადგან ამდენ ვიდეოს უყურე ჩემთან ერთად, უკვე მინდა ერთი მარტივი რამ გთხოვო. უბრალოდ დამისაბსკრაიბდი Bitcamp-ის არხზე და დაალაიქე ეს ვიდეო, ძალიან დამეხმარება. უბრალოდ აი мотивაციას მომცემს, რომ უფრო კარგად, უფრო ენერგიულად, უფრო დიდი ენთუზიაზმით ჩავწერო ეს ვიდეოები, ეს ვიდეო გაკვეთილები და სულ უფრო მეტი და მეტი საინტერესო და სასარგებლო კონტენტი მოგაწოდო, თანაც სრულიად უფასოდ. შენი მხრიდან მარტო ლაიქ ღილაკზე დაჭერა და დასაბსკრაიბება ჭირდება. მეტი არაფერი. მოდი დავიწყოთ აგრეგატორი ფუნქციების შესახებ ჩვენი გაკვეთილი. გადახსენებთ ჩვენი სამუშაო სივრცე როგორია და SQLite 3-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებით ახლა გავხსნით long list DB-ს, ჩვენი წიგნების მონაცემთა ბაზას და დავიწყებთ ახალ გაკვეთილს. მოდით გავიხსენოთ, აქამდე ჩვენ ვაკეთებდით ისეთ რაღაცებს, რომლითაც ვახერხებდით, რომ ინფორმაცია ამოგვეღო მონაცემთა ბაზიდან, მაგრამ რაიმე სტატისტიკური გამოთვლების გაკეთება არ გვიცდია აქამდე. SQL-ი ისეთი მაგარი რამეა, რომ ძალიან ბევრი რამ სტატისტიკური ანალიზის გაკეთებაც შესაძლებელია პირდაპირ SQL-ის გამოყენებით. და აგრეგატორი ფუნქციები ზუსტად ამას აკეთებენ. ანუ აგრეგატორი ფუნქციები რეალურად აგროვებენ ინფორმაციას, აჯამებენ, სხვადასხვა ფორმულებით ითვლიან და ჩვენ ახლა ვნახავთ რამდენიმე მაგალითს. აი მაგალითად ჩვენ რომ ავიღოთ აი ესეთი რამ, select-ი დავწეროთ, ოღონ ამ შემთხვევაში მოდით ისეთი მიზანი დავისახოთ, რომ ჩვენ გვინდა დავთვალოთ საშუალო ქულა, საშუალო რეიტინგი ყველა წიგნისა. ამიტომ ჩვენ ალბათ მონაცემთა ბაზას უნდა უთხრათ, რომ ამომიღე რეიტინგები ყველა წიგნის და მე რაღაცნაირად დავთვლი ამას. მაგრამ აი ეს რაღაცნაირად დათვლაც SQL-ში ჩაშენებულია და არა უბრალოდ ვეუბნებით, რომ ამომიღე რეიტინგის შესახებ ინფორმაცია, აი ასე გახსოვთ ალბათ, რომ ასე რომ გავუშვათ from long list. აი ესეთი ქვერი რომ გავუშვათ, ყველა რეიტინგს ამოვიღებთ, მაგრამ არა, ეს კი არ გვინდა. გვინდა რომ საშუალო დაგვითვალოს, გავასუფთავებ და ისევ ამომიღე რეიტინგი, ანუ ქულები ამომიღე, ოღონდ ნახეთ რას გავაკეთებ. AVG ნიშნავს averages, ანუ საშუალოს, averages შემოკლებულია და ნახეთ average-ში ჩავსვი, ანუ average-ს თავისი ფრჩხილები მოყვება, გამხსნელი და დამხურავი ფრჩხილები. და ამ გამხსნელსა და დამხურავ ფრჩხილში ჩავსვი სვეტის შესაბამისი დასახელება. ამით ვეუბნები, რომ უბრალოდ კი არ ამომიღო ინფორმაცია, ამოიღე და თან საშუალო დამითვალე. ანუ შეკრიბე ყველა და გაყავი რაოდენობაზე. From long list. აუშვათ და როგორც ხედავთ, ახლა ის გრძელი სია კი არ ამომიღო იმ ჩვენი, ასე ვთქვათ, რეიტინგის ქულების, არამედ ამომიღო აი ეს ერთი ცალი ინფორმაცია, უბრალოდ ყველა ამოიღო, დააჯამა, გაყო რაოდენობაზე და აი ეს გაყოფის შედეგად მივიღეთ ეს. და როგორც ხედავთ, აი აქ სვეტის სახელად გამოიყენა იმ ფუნქციის სახელი და იმ ფუნქციის, ასე ვთქვათ, გამოძახების ჩვენ მიერ ჩაწერილი ფორმა, რომელიც ჩვენ აქ გამოვიყენეთ. მაგრამ აი აქ როგორც ხედავთ, ძიმის წერტილის შემდეგ წილადი რიცხვები აი ძალიან გრძელდება, ხო? ახლა მოდით ნახოთ, როგორ შეიძლება ამის გამოსწორება, რომ დავამრგვალოთ და თან დავამრგვალოთ წერტილის შემდეგ ორ რიცხვზე, ორ ციფრზე. ისევ შეგვიძლია გავუშვათ average-ის შესაბამისი ქვერი, მაგრამ თავად average-ის შედეგი, ანუ აი ეს რიცხვი რაც არის, ეს რიცხვი ამ average-ის დათვლის შედეგი, ხო? ეს რიცხვი შეგვიძლია კიდევ
თავისთავად ჩავსვათ round ფუნქციაში. რაუნდი დამრგვალებას ნიშნავს. ოღონდ round ფუნქციას მხოლოდ ერთი არგუმენტი კი არ გადაეცემა ფრჩხილებში. არამედ ორი. ერთი არგუმენტი გადაეცემა იმისთვის, რომ კონკრეტულად ის რიცხვი დაამრგვალოს ამ შემთხვევაში აი ეს რიცხვი, რომელიც აი ამ average-ის გამოძახების შემდეგ დაითვლება. აი ეს რიცხვი უნდა დაამრგვალოს, მაგრამ ამ რიცხვთან ერთად კიდევ დამატებით თვითონ რაუნდის ფრჩხილში უნდა ჩავწეროთ, შემეშალა, აი აქ რაუნდის ფრჩხილში უნდა ჩავწეროთ მეორე არგუმენტის შესახებ, ამ შემთხვევაში ციფრი 2, რაც ნიშნავს, რომ მძიმის შემდეგ მინდა დამიტოვოს მხოლოდ 2 ცალი რიცხვი. მხოლოდ 2 ცალი ციფრი. და შესაბამისად, enter-ს არ უნდა დამეჭირა, წერტილმძიმე არ უნდა გამომეყენებინა ამ შემთხვევაში, from დამავიწყდა long list და მივიღეთ ზუსტად აი ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვინდოდა. ანუ მძიმის შემდეგ, წერტილის შემდეგ 3.75 გამოვიდა და აი ეს დანარჩენი რიცხვები უკვე აღარ შეიყვანა ჩვენს შედეგში. იმიტომ რომ როგორც წესი ესეთი გრძელი რიცხვები არაფერს არ წყვეტს დიდად და თან გამოსაყენებლად რთულია ხოლმე. მშვენიერი, მაგრამ ნახეთ, აი აქ ჩვენი აი ამ სვეტის, ანუ შედეგის დასახელება ძალიან გაიზარდა რაღაცნაირად ამ ჩვენი ფუნქციების გამოძახების ჯაჭვი აქ სათაურად გამოჩნდა. ახლა როგორ შეიძლება გავაკეთოთ ის, რომ ეს სათაური შევცვალოთ და ჩვენ რაც გვინდა ის იყოს, ნებისმიერი რამ სახელი დავარქვათ. ამისათვის საჭიროა, რომ ისევ ჩვეულებრივად, ისევ იგივე query ავაწყოთ, ოღონდ დამატებით დაუმატოთ აი ასეთი keyword-ი as ნიშნავს როგორც, ანუ დამითვალე აი ეს, ოღონდ მაჩვენე აი აქ როგორც და მერე ვეუბნებით, რაც გვინდა რომ სათაური კონდეს ამ სვეტს. მაგალითად, average rating. გავუშვათ from long list და როგორც ხედავთ, ახლა უკვე აი ამ გრძელი და ასე ვთქვათ, არა მეგობრული სათაურის და ძალიან ტექნიკური სათაურის მაგივრად გვაქვს აი ეს user friendly სათაური და აი აქ average rating-ში რასაც მინდა იმას ჩავწერ. მე თვითონ წყვეტ რა ჩავწერო იქ, თუ მინდა რა bitcamps დავარქვევ, თუ რასაც მინდა იმას დავარქვევ, რაც შინაარსობრივად სწორია, ჯობია რომ ის დავარქვათ. მშვენიერი. რადგან ახლა ვისწავლეთ არა მხოლოდ average-ის გამოყენება, არამედ round-ის გამოყენებას და თან სვეტის სახელის გადარქმევაც, ახლა ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რამ, რომ რეალურად დავთვალოთ მაქსიმუმი აი ამ რეიტინგში, მაქსიმუმი რამდენია? მაქსიმუმ ქულა რომელიღაცა წიგნმა ხო აიღო, აი რამდენია ეს მაქსიმუმი, ეს დავთვალოთ. მოდით ვნახოთ. ისევ select, ამ შემთხვევაში max ფუნქციას გამოვიძახებთ და max ფუნქციას ისევ იმ სვეტის სახელს გადავცემთ. From long list. ამ შემთხვევაში გავიგეთ თურმე მაქსიმუმი რეიტინგი რომელ წიგნს ქონია ეგ არ გავიგეთ, მაგრამ რამდენია ეს გავიგეთ. მშვენიერი. ახლა მოდით შეგვიძლია გავაკეთოთ არამხოლოდ რადგან მაქსიმუმი დავთვალეთ, ალბათ ხვდებით რომ მინიმუმიც არსებობს, ხო? ამიტომ შეგვიძლია ავდგეთ და ზუსტად როგორც მაქსიმუმი დავთვალეთ, იგივენაირად min ფუნქცია გამოვიყენოთ და გავუშვათ. ესეც ასე. ანუ ყველაზე მაღალი ქულა ფიქსირდება 4.52 და ყველაზე დაბალი ქულა ფიქსირდება 3.5 მეასეთი. მშვენიერი. ახლა მოდით კიდევ ერთი ფუნქცია გამოვიყენოთ, ჯამის ფუნქცია. ოღონდ ამ შემთხვევაში რეიტინგები კი არ დავაჯამოთ, ხმების რაოდენობები დავაჯამოთ. გახსოვთ ალბათ ხომ? votes სვეტიც გვაქვს ჩვენს ცხრილში. და ჩვენ შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ, select sum ამ შემთხვევაში ჯამი. და ვინც ახლა ამ ყველაფერს უყურებთ და ცოტა მაინც შეხება გქონიათ Excel-თან, Excel-დან ძალიან ბევრი რაღაც გაგახსენდებოდათ, ხო? აქაც ძალიან ბევრი ფუნქცია მსგავსია, ოღონდ აქ ის განსხვავება, რომ ამ ფუნქციების გამოყენება გაცილებით მოქნილად შეგვიძლია და ამას მე შემდგომში კიდევ უფრო კარგად ვნახავთ. ამ შემთხვევაში გვინდა vote-ების, ანუ ხმების რაოდენობის ჯამი. სულ ყველა წიგნს ჯამში რამდენი ხმა აქვს მიღებული ერთიანად, ტოტალი. ოკეი. გავუშვათ და როგორც ხედავთ 604.173 ხმა აქვს თურმე დაგროვებული ამ წლების განმავლობაში ამ წიგნებს ჯამში. ახლა მოდით როგორი რაღაც გავაკეთოთ, იცით, აი დავაჯამეთ
მინიმუმი, მაქსიმუმი დავთვალეთ, average დავთვალეთ და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა მოდით გავაკეთოთ ეს რამ, რომ დავითვალოთ სულ რამდენი სტრიქონია იმ ცხრილში, რომელსაც ახლა ჩვენ ვამუშავებთ, სულ რამდენი წიგნზეა საერთოდ ინფორმაცია მოცემული. ამისათვის შეგვიძლია გავაკეთოთ, მოდით თან გავასუფთავოთ, select count დათვლა, ხო? count და count ამ შემთხვევაში მოდი გადავცეთ აი ესეთი ფიფკი. ანუ ყველაფერი მინდა რომ დათვალოს, ყველა სტრიქონის, ფაქტობრივად მინდა რომ რეალურად რამდენი სტრიქონია ის ამომიღოს, ამიტომ გადავცემ ფიფკს. და მოდი ახლა ნახოთ დააკვირდით ახლა აქ ფიფკი გადავეცი და დაიმახსოვრეთ რომ აქ ფიფკი გადავეცი და უკვე შემდეგ მაგალითში ვნახავთ რა განსხვავებაა ფიფკს თუ არ გადავცემ და მაგალითად რომელიმე სვეტის სახელს გადავცემ. გავუშვათ? ოკეი, 78 ჩანაწერია ამ მონაცემთა ცხრილში, ანუ 78 წიგნზეა საუბარი. მაგრამ მოდით ახლა ვნახოთ ისეთი წიგნები, რომლებსაც translator-ი ყავთ. ანუ ვნახოთ რამდენია ეგეთი წიგნები. ამისათვის ნახეთ, იმის მაგივრად რომ count-ში გადავცე აი ესეთი ფიფკი, აქ გადავცემ კონკრეტულად იმ სვეტის სახელს, რომლის დათვლაც მინდა. გაიხსენეთ, ნალი გაიხსენეთ, ზოგი ასე ვთქვათ, უჯრა ცარიელი იყო. ამ შემთხვევაში კი სტრიქონების რაოდენობა 78-ია, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ translator-ი რომელიმეს ცარიელი აქვს და მე აქ count-ში translator-ი გადავეცი, 78 წიგნს კი არ დამიბრუნებს, არამედ ცარიელებს გამოაკლებს. შესაბამისად მივიღებთ აი ასეთ სიტუაციას 76. გახსოვთ ალბათ, რომ ორ წიგნს ცარიელი ნალი ეწერა translator-ში, ანუ თარგმნელი არ ყავდა, არ იყო არც ერთ ენაზე გადათარგმნილი. მოდით ახლა კიდევ ერთი რამ გავაკეთოთ. მოდით გამომცემლების რაოდენობა დავთვალოთ. ანუ შეიძლება ერთი ან შეიძლება 5 წიგნი ერთმა გამომცემლობამ გამოსცა, ხო? ამიტომ 5 წიგნის შესაბამისი რო დავთვალოთ, რომელსაც ერთი გამომცემლობა აქვს, ცალ-ცალკე უბრალოდ სტრიქონები რო დავთვალოთ, გამოგვივა, რომ 5 ცალ publisher-ს დაგვითვლის და სინამდვილეში publisher-ი ერთი აქვს ყველას. ანუ 5-ის მაგიერ ერთი უნდა მოეცა. ან ხო, ჯამში მოკლედ publisher-ები გაცილებით ცოტა იქნება ვიდრე წიგნები. ლოგიკურია, ხო? მაგრამ მოდით ჯერ ვნახოთ ესეთი რამ. დავთვალოთ ჯერ publisher-ების select count publisher, აი ესე. და მოდით ნახოთ ახლა ეს რა შედეგს მოგცემს. დააკვირდით? ისევ 78 მოგცა, იმიტომ რომ ცარიელი არც ერთს არ აქვს. მაგრამ მე როგორც გითხარით, publisher-ები შეიძლება მეორდებოდეს და ახლა მოდით გაჩვენებთ რას გულისხმობ, როცა publisher-ები შეიძლება მეორდებოდეს. ნახეთ, select მოდი ესეთ რაღაც გავაკეთოთ. title სათაური ამოვიღოთ წიგნის და ამოვიღოთ publisher-ი. ესე. From long list კი ბატონო, ოღონდ გავაკეთოთ ესეთი რაღაც order by დავალაგოთ publisher-ებით. დავალაგოთ, იმიტომ რომ ერთნაირი publisher-ები ერთად დაალაგდეს და დავინახოთ რეალურად მართლა მეორდება თუ არა publisher-ები. გავუშვათ და როგორც ხედავთ, აი აქ publisher-ები, აი ეს სამი წიგნი ერთი და იგივე publisher-ის გამოცებულია. აი ეს დანარჩენი კიდევ სამი წიგნი სხვა, აგერ Feature Audio Editions-ი რაღაცა საკმაოდ ისეთი პოპულარული გამომცემლობაა როგორც ჩანს და ბევრი წიგნი აქვს გამოცემული, ხო? აი მე რომ მინდა რომ კონკრეტული publisher-ების რაოდენობა დავთვალო, Feature Audio Editions-ი ერთხელ უნდა მოხდეს იქ, ხო? იმიტომ რომ ერთი ცალია, მაგრამ აქ ჩემს სტრიქონებში publisher-ების count თუ გაუშვებ, აი როგორც წევან გაუშვი, აღმოვაჩენ რომ მოხდება იმდენჯერ, რამდენჯერაც არის ჩაწერილი ამ სტრიქონებში, ხო? მაგრამ მე ერთხელ მინდა. ამისათვის თურმე არსებობს ესეთი ასე ვთქვათ, ცნება, distinct-ის ცნება, ანუ განსხვავებულების ცნება და მე შემიძლია აი ესეთი რაღაც გავაკეთო, select count. ამ შემთხვევაში ხო ამბობდით, რომ publisher-ები მინდა რომ დავთვალო. ოღონდ არა ყველა სტრიქონში publisher-ი, არამედ distinct, ანუ განსხვავებული publisher-ები, ანუ უნიკალურები. ეს ნიშნავს იმას, რომ დუპლიკატებს აღარ დაითვლის. მხოლოდ განსხვავებულებს დაითვლის, distinct მაგას ნიშნავს. მშვენიერი, გავუშვათ.
order by აღარ გვინდა ახლა ამ შემთხვევაში from long list შემეშალა select count distinct publisher კი ბატონო select count distinct აი ეს ხო distinct publisher მე მგონი არაფერი არ მეშლება იმის აღწერაში ფუნქციის იმის სვეტის სახელში გავუშვათ თავიდან კი ბატონო ახლა ნახეთ წეღან ეტყობა distinct მეწერა არასწორად ეხლა ნახეთ 33 ამომიღო ხო რატო ამომიღო 33 იმიტომ რომ ის დუბლიკატები აი ამ მაგალითად ამის მაგივრად რო ერთი იქნებოდა ამის მაგივრადაც ერთი იქნებოდა და რაღაცა ჯამში გამოვიდოდა 33 განსხვავებული ასე ვთქვათ publisher-ი გამომცემელი იდეაში სულ ეს არის ამ გაკვეთილის აღწერაში YouTube-ის description-ში დაგხვდებათ ჩვენი პირველი თავის დავალებების ბმულიც გირჩევთ რომ გააკეთოთ არა მხოლოდ ეგ დავალებები გააკეთოთ არამედ აქამდე თუ უბრალოდ უყურებდით გირჩევთ რომ თავიდან უყუროთ და მე რასაც ვაკეთებდით ჩემთან ერთად გაიმეოროთ ყველაფერი ოღონდ არა უბრალოდ ეკრანიდან გადაწეროთ არამედ შეხედოთ ნახოთ რა ხდება გაიაზროთ და მე დახუროთ ვიდეო ჩაკეცოთ და თქვენით ეცადოთ იგივე გააკეთოთ ოღონდ არა მეხსიერებიდან არამედ გააზრებულად შინაარსობრივად ეცადოთ რომ იგივე გაიმეოროთ შეგეშლებათ აი როგორც აგერ მე შემეშალა ასე ხშირად შეგეშლებათ რაღაცები დააკვირდით სად რა შეგეშალათ და მაგის მიხედვით გამოასწორეთ თქვენი შეცდომა აი ეს შეშლის და გამოსწორების პროცესი არის ყველაზე მაგარი რამ სწავლის პროცესში ყველაზე მეტად ეს გასწავლით იდეაში ეს არის პირველი თავი დავალებები აუცილებლად შეამოწმეთ იმიტომ რომ დავალებები უნდა გააკეთოთ და ატვირთოთ Harvard-ის სისტემაში რომ სერტიფიკატი აიღოთ თუ რამე კითხვები გექნებათ ასევე კომენტარებში შეგიძლიათ დამიწეროთ ამ ვიდეოს დავალებებთან დაკავშირებით და სიამოვნებით გიპასუხებთ მაგალითად თუ რამე დავალება ვერ გაიგეთ ვერ გააკეთეთ ან რაღაცა კითხვა დამისვით და სიამოვნებით ან ვიდეოს ჩავწერ დამატებით იმ კითხვის პასუხად ან იქვე კომენტარებში გიპასუხებთ შვენიერი ესეც ასე ჩვენი კურსის პირველი თავი დასრულებულია, ოღონდ აქ არ მთავრდება SQL-ის სამყაროში მოგზაურობა, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ შემდეგ თავებსაც და შემდეგ თავებშიც რამდენიმე მინიმუმ 5-6 გაკვეთილი მაინც გამოგვივა, შეიძლება მეტიც გააჩნია თავების ზომას. შვენიერი, დროებით.